სასტუმროების ქსელ Golden Tulip-ის პრეზიდენტმა ამინ მოუკარზელმა თელავში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ ფრანჩიზინგის ხელშეკრულებას და სასტუმროს მშენებლობის შესახებ ფრანჩიზინგის ხელშეკრულებას და საპროექტო დოკუმენტაციას მოაწერა ხელი. მსოფლიოს სასტუმროების ბრენდის ხელმძღვანელმა შენობაში ძველი მარანი მოინახულა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 100 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო Golden Tulip Redissonis შემდეგ კახეთში მეორე ბრენდი იქნება. აქ საერთაშორისო სტანდარტების ნომრებთან ერთად სასტუმროში საკონფერენციო დარბაზი, რესტორნები და კაფეები განთავსდება, სადაც უცხოელ მზარეულებთან ერთად ადგილობრივებიც დასაქმდებიან. სასტუმრო Golden Tulip თელავში მომდევნო წლის მაისში გაიხსნება. Thank you. დღეს მოეწერა ხელი ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება და საპროექტო დოკუმენტაციას ახალი სასტუმროს მშენებლობის შესახებ თელავში. სასტუმროს დასახელება არის Golden Tulip, ეს გახავთ 4 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდი. Golden Tulip ფლობს დაახლოებით 200-მდე სხვადასხვა მსხვილ სასტუმროებს 40-მდე ქვეყანაში. სწორედ ეს სასტუმრო გაჩნდება თელავში სულ მალე, პრინციპში მომდევნო წლის მაისისთვის უკვე ეს სასტუმრო 100 ნომრიანი სასტუმრო იქნება ფუნქციონირებადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თელავისთვის და ზოგადად კახეთის რეგიონისათვის. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საქართველოს და მათ შორის კახეთის რეგიონი. ვხედავთ თუ რამდენად დიდი პროექტები მიმდინარეობს აქ. კახეთი ძალიან საინტერესოა ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ადგილობრივი თემატიკა და შევინარჩუნოთ ამ სასტუმროს მომსახურებაში ქართული ელემენტები. აქ არსებობს ღვინის მარანი. ვცდილობთ მოვახდინოთ პოპულარიზაცია არა მარტო ამ სასტუმროს, არამედ საერთოდ კახეთის ჩვენი მარკეტინგული არხების მეშვეობით. სასტუმრო იქნება 100 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების, აღჭურვილი იქნება როგორც საკონფერენციო დარბაზებით, ისევე რესტორნებით, კაფეებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულება იქნება უცხოელი და ქართველი ტურისტებისათვის, რათა ისინი ჩამოვიდნენ თელავში და მიიღონ ის საერთაშორისო დონის სერვისი, რაც Golden Tulip-ის ნებისმიერ სასტუმროში შესაძლებელი მსოფლიოში.